ზემოსამგორის სარწყავის სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. შპს საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წყალუზრუნველყოფა და სერვისის ხარისხი. პროექტის ფარგლებში მაგისტრალური არხის დაზიანებული მონაკვეთები რკინა-ბეტონით მოპირკეთდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება კიდევ ცენტრალურ არხებს, რომელიც არა მარტო გამარჯვებისთვის, თითქმის ყველა იმ დასახლებული პუნქტისთვის, ვინც კი ამ არხით სარგებლობს, ყველასთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. არა მარტო მოსახლეობისთვის, თვითონ სახელმწიფოსთვისაც, იმიტომ რომ გაფართოვდება სახნავ-სათესი ადგილები, მომსახურება, მელიორაციისა გაფართოვდება. არხს ჰქონდა ძალიან დიდი დანაკარგი. არხის მიმდებარე ტერიტორია ვერ ვითარდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ იყო ძალიან ბევრი მიწისქვეშა წყალი და ფიზიკურად შეუძლებელი იყო შენობა ნაგებობების დადგმა. მოსახლეობა ვერ იღებდა წყალს ისეთი რაოდენობით, როგორიც სჭირდებოდა. აღნიშნულმა პროექტმა განაპირობა, რომ უკვე სახეზეც ხედავთ, რომ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დღეს ჩვენი კომპანიისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული საქმიანობები ჩვენ გავაუმჯობესებთ იმ სერვისებს და იმ ხარისხს, რომელთაც ვემსახურებით ჩვენს ფერმერებს და ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარწყავის სისტემების განახლება და წყალსარგებლობის ფართობების წყლით უზრუნველყოფა.